მოგესალმებით, სამაუწყებლო კომპანია გურიის ეთერშია გადაცემა თქვენი პარლამენტის სტუდიაში მუშაობს ანა კანაპლევა. დღეს ვისაუბრებთ საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებაზე, რომლის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება. აისახება თუ არა საკანონმდებლო ცვლილებები პროდუქტების ფასებზე, ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან. ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნაციონალური მოძრაობიდან ბატონ კორნელი კუკულავასთან. ბატონო კორნელი, მოგესალმებით. მოგესალმებით. და მეორე სტუმარი არის ფრაქცია ქრისტიან დემოკრატების წევრი ბატონი ლევან ვეფხვაძე. ბატონი ლევან, მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს აუდიტორიას. ჩვენ გადაცემის ფორმატის მიხედვით ჩვენ სტუმრებს დავუსვავ კითხვებს, რომლებიც დეპუტატებმა თავად შეადგინეს ერთმანეთისთვის. ყოველი პასუხისთვის მათ ექნებათ მხოლოდ 25 წამი. ბატონებო, ასევე 25 წამი გეძლევათ იმისთვის, რომ თქვენი პოზიციები გამოხატოთ დღევანდელი გადაცემის თემასთან დაკავშირებით. ბატონო კორნელი, თქვენით დავიწყოთ, გისმენთ. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლება პროდუქციის მიწოდების პროცესში ჩათვლის უფლებით თავისთავად ცხადია ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების მოცულობების ზრდას. შესაბამისად სუპერმარკეტების მხრიდან დიდია დაინტერესება შეისყიდონ ადგილობრივი წარმოებული პროდუქტები და თავისთავად ცხადია მომხმარებელი კმაყოფილია შესაბამისი გაიაფებული პროდუქტების შესყიდვით. დიდი მადლობა. ბატონო ლევან, თქვენი პოზიცია. მთავრობა გვიმტკიცებს, რომ 18%-ით უცებ გაიაფთება პროდუქტი, გლეხები ნამდვილად არ იხდიან დამატებით ღირებულებით გადასახადს ისედაც და ბაზარზე ეს ნამდვილად არ დაეტყობა. ჩვენ გვჭირდება გლეხების დახმარება, გაიაფება სწორედაც პროდუქციის იმისათვის, რომ თუნდაც თურქეთიდან შემოტანილ პროდუქციას გაუწიოს კონკურენცია და შესაბამისად ქართულმა მომხმარებელმა იყიდოს ხარისხიანი ქართული პროდუქტი თანაც იაფად. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რაც გაკეთდა. დიდი მადლობა, ბატონო ლევან. ახლა კითხვებზე გადავიდეთ. ბატონო კორნელი, თქვენი ოპონენტის პირველი კითხვა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში მოყვანილ ბოსტნეულს 18%-ით გააიაფებს. რატომ ატყუებს მთავრობა მოსახლეობას, მაშინ როცა გლეხური შინამეურნეობები დღგ-ს ისედაც არ იხდიან? დღგ-ს რა თქმა უნდა ოჯახური მეურნეობები არ იხდიან, მაგრამ დღგ-ს გადამხდელები არიან მთელი რიგი სხვა წარმოებლები და პლუსებას დღგ-საგან თავისუფლდება არა მარტო ბოსტნეული, არამედ ძროხის, ცხვრის, ღორის, ყველის წარმოებლები, რომლებიც თავისთავად ცხადია ადრე იხდნენ გადასახადს, ხოლო აი ამ შეღავათით უკვე განთავისუფლებული არიან ჩათვლის უფლებით. დიდი მადლობა. ბატონო ლევან, თქვენი ოპონენტის პირველი კითხვა. უწყობს თუ არა ხელს დღგ-სგან გათავისუფლება სოფლის მეურნეობის წარმოების განვითარებას ფერმერულ მეურნეობებში? ფერმერული მეურნეობების მდგომარეობა ძალიან სუსტია, მაგრამ ფერმერული მეურნეობების გაძლიერება იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის უკვე გადამამუშავებელ საწარმოებთან მიწოდების შემდეგ მათი მიერ წარმოებული პროდუქცია გათავისუფლდება დამატებით ღირებულების გადასახადიდან, საკონსერვო მეურნეობები საწარმოები მაგალითად და ამის შედეგად ეს არის ყველაზე დიდი გადამუშავება სოფლის მეურნეობისა, ამის შედეგად კონკურენცია გახდება უფრო ძლიერი და ჩვენი პროდუქტი აიღებს თუნდაც ქართულ ბაზარს. ბატონო კორნელი, უჭერთ თუ არა მხარს ქრისტიან დემოკრატების ინიციატივას, რომელიც საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის დღგ-სგან გათავისუფლებას და თავად ამ საწარმოების მოგებისა და ქონების გადასახადისგან 10 წლით გათავისუფლებას ითვალისწინებს? თავისთავად ცხადია ამ ეტაპზე აბსოლუტურად ყველა გადასახადისგან განთავისუფლება ბიუჯეტში გარკვეულ დეფიციტს შექმნის. ამიტომ საკითხი განსახილველია, საყურადღებოა, მაგრამ ყველაფერი უნდა განვიხილოთ და განვახორციელოთ ეტაპობრივად, რომლისთვისაც ჩვენ მზადა ვართ. მადლობა, ბატონო ლევან. იზრდება თუ არა სასურსათო მაღაზიების მხრიდან ინტერესი სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქციის შეძენაზე? სასურსათო მაღაზიებს ჰქონდათ, ვეთანხმები ამ შემთხვევაში ბატონ კუკულავას, ჰქონდათ ინტერესი, რომ თურქული პომიდორი მიეღოთ ვიდრე ქართული, მაგრამ ეს ვინ შექმნა ეს არათანაბარი მდგომარეობა, რომ ქართველი გლეხის წარმოებულ პროდუქციას არ იბარებდა მაღაზია და იბარებდა თურქული ეს ვთქვათ შემოტანილი პროდუქციას. ეს შექმნა ამ ხელისუფლებამ, ეს არის მხოლოდ გამოსწორების მცდელობა, რომ მაღაზია მიიღოს ერთიც და მეორეც. ბატონო კორნელი, უჭერთ თუ არა მხარს ქრისტიან დემოკრატების ინიციატივას, რომლის მიხედვით სოფლის მეურნეობის დაფინანსება უნდა იყოს ერთიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2%-ისა, რაც მინიმუმ 500 მილიონ ლარს უდრის. გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ აღნიშნული საფუძველი ფინანსური რესურსების ქვეყანას უნდა გააჩნდეს. ამიტომ ეტაპობრივად ჩვენი ქვეყანა მისი ეკონომიკური ზრდის პარალელურად სწორედ ამ კუთხითაც მუშაობს და თავისთავად ცხადია და დადგება დრო ძალიან მალე, რომ ჩვენ ამ კუთხით ერთიანად განვახორციელებთ დაფინანსებას სოფლის მეურნეობისა.
მადლობა და ბოლო კითხვა ბატონ ლევანს. ბატონ ლევან შეუწყობს თუ არა ხელს დღგ-გასგან გათავისუფლება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაიაფებას? სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაიაფებას მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არ შეუწყობს ეს ხელს, გაიაფება შეუწყობს ხელს, ეს არის გააზრებული პოლიტიკა, ტექნიკის მხარდაჭერა, საწვავის მხარდაჭერა იაფის საწვავის და იმ აუცილებელი, ასე ვთქვათ, სასუქისო, რომელიც საკმაოდ ძვირიღირს ამ ეტაპზე გლეხისთვის. დიდი მადლობა და ბოლოს შეჯამებისთვის ასევე 25-25 წამი გეძლევათ ბატონო კორნელი გისმენთ. ესე იგი მინდა დავარწმუნოთ ჩვენი მოსახლეობა, რომ საქართველოს ხელისუფლება, როგორც დღეს, ისე მომავალ პერიოდში კვლავაც გააგრძელებს კურსს ბიზნესის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში ხელშეწყობის თვალსაზრისით და განხორციელდება მთელი რიგი შეღავათები, როგორც საგადასახადო კუთხით, ასევე მომსახურების, სერვისის, მარკეტინგის საკითხებში, რომლებიც ხელშეუწყობს თავისთავადსხადი ადამიანთა დასაქმებას, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდას და ჩვენი ეკონომიკის შემდგომ გაცვლილებას. თქვენ რა მოიწურა, ბატონ ლევან, გისმენთ თქვენი შეჯამება. ჩვენ 4 წელია ამ პარლამენტში ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია ტექნიკის შემოტანა და ამის გაკეთება შეიძლებოდა 3-4 წლის განმავლობაში ნამდვილად შევისებოდა პარკი იმ 5000 ერთეული ტექნიკით, რომელიც აუცილებელია. აუცილებელია იაფის აწვავის თემის მოგვარება, იმიტომ რომ 2 ლარნახევარი დიზელი და ეს არაფერ შეარჯდება და აუცილებელია სასუქით მხარდაჭერა. მხოლოდ ამის შემდეგ ნამდვილად გაიაფთება პროდუქტი, თუ კი განხორციელდება ის, რასაც ჩვენ ქრისტიან დემოკრატები გთავაზობთ. დიდი მადლობა ბატონებო, რომ იყავით ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები. ასეთი იყო თქვენი პარლამენტი დღეს, მე ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.